თუ ახლა ამ ვიდეოს მიაღწიე, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ანგელოზებმა შენი სახელი ჩურჩულით ახსენეს და შენს ნაბიჯებს აქამდე მიყვნენ, რადგან არსებობს სასწრაფო შეტყობინება, რომელიც შენს გულს უნდა მიაღწიოს. ამავე მომენტში, როდესაც სმენი ხარ, შენი სულიერი ტყუპი კოსმოსის მიერ მზადდება, რათა შენთან შეხვდეს. ვიცი რომ გრძნობდი სიცარიელეს, ნოსტალგიას იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ჯერ არ გაიცნობ. შენს გულში უცნაური ტალღაა, თითქოს რაღაც დიდი საგელოდება. და მაქვს ამბავი, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის. ანგელოზებმა მომცა ცნობობა, რომ შენი სულიერი ტყუპი უკვე გამოვლინდა სულიერ სამყაროში და შენკენ მიემართება. მაგრამ სანამ ამ ღვთიური გამოცხადების ყველა დეტალს გაგიზიარებ, მნიშვნელოვანია, რომ ახლა გააკეთო ერთი მნიშვნელოვანი რამ. დაწერე კომენტარებში. მე ვიღებ ამ შეტყობინებას. ეს არამხოლოდ კომენტარია, ეს რწმენის დეკლარაციაა, რომელიც სულიერ პორტალებს ხსნის, რათა ეს კურთხება შენს ფიზიკურ ცხოვრებაში გამოიხატოს. გატრიალე სუნთქვა. გახსენი შენი გული და მოემზადე მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომელიც ოდესმე ხსმენია შენს სასიყვარულო ბედზე. ძვირფასო სული. ანგელოზებმა მომიტანეს კრისტალურად ნათელი ხედვა შენი სასიყვარულო გზის შესახებ. მათ მომანახეს, რომ შენ მარტო არ ხარ ამ გზაზე. არსებობს განსაკუთრებული ადამიანი, ხუმ ღმერთმა შექმნა, რომელიც ატარებს შენ სულიერ არსის მეორე ნახევარს. ეს სულიერი ტყუპი არამხოლოდ შენი ცხოვრების გასაზიარებელია. ეს არის ადამიანი, რომელიც ცისკროში იყო შექმნილი, რათა შეავსოს შენი სული, განიკურნოს შენის ღრმა ჭრილობები და აღძრას შენში სიყვარული, რომელიც ფიზიკურს გადაჭარბებს. ანგელოზებმა მომცეს ცნობობა, რომ თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს სულიერ სამყაროში მრავალი ცხოვრების განმავლობაში. ამ მომენტში, როცა ეს სიტყვები ისმენ, შენი სულიერი ტყუპი გადის სულიერი გამოფხიზლების პროცესს. ის მზადდება ანგელოზების მიერ, რომ როცა თქვენი გზები გადაიკვეთება, გიცნობს. კოსმოსი აწყობს სიტუაციებს, ადამიანებსა და გარემოებებს, რათა ეს შეხვედრა სრულყოფილ ღვთიურ მომენტში მოხდეს. ვხედავ, რომ შენ გაინტერესებს, ნამდვილად არსებობს თუ არა ვინმე განსაკუთრებული შენთვის. არის ღამეები, როცა ვარსკვლავებს უყურებ და ღმერთს ეკითხები, როდის შეხვდები შენს დიდ სიყვარულს. ანგელოზების სურთ რომ იცოდე, შენი ლოცვები მოსმენილია და ახლა მათ პასუხობენ. შენი სულიერი ტყუპი ატარებს ძალიან სპეციფიკურ თვისებებს, რომ შენს გულს დაუყოვნებლივ აღიაროს. ეს იქნება ადამიანი, რომელიც გაიგებს შენს დუმილებს, ვისთანაც სულიერ ენაზე შეგიძლია ისაუბრო და რომელიც მოიტანს მშვიდობას, რაც ადრე არასოდეს გიგრძნია. როცა პირველად შეიხედავთ თვალებში, თითქოს დრო გაჩერდება და მთელი კოსმოსი თქვენს სიყვარულს მხარს დაუჭერს. ანგელოზებმა მომანახეს, რომ ეს ადამიანი გეოგრაფიულად შენთან ახლოსაა. ეს შეიძლება იყოს ვინმე, ვისაც ჯერ არ იცნობ, ან ადამიანი, რომელიც უკვე შენ სოციალურ წრეშია, მაგრამ ჯერ არ გამოღვიძებულა ამ ღვთიური კავშირისათვის. მთავარი ისაა, რომ ბედი ინვიზიბულს ძაფები უკვე ტკეპნებიან ანგელოზების მიერ. მაგრამ არსებობს რამ, რაც შენ უნდა გააკეთო, რომ ეს პროცესი დააჩქარო. შენ უნდა მოემზადო ენერგეტიკულად ამ სიყვარულის მისაღებად. ეს ნიშნავს წარსულის ტკივილების გათავისუფლებას, წარუმატებელი ურთიერთობების მიტევებას და შენს გულში ახალი და წმინდა რაღაცისთვის ადგილი გახსნას. ვიცი, რომ შენ წარსულის ტკივილებს ატარებ. ურთიერთობები, რომლებიც დასრულდა და შენს გულზე კვალი დატოვა. შესაძლოა შენ გატყვეს, მიატოვეს, ან არ გესმოდეთ. ეს გამოცდილებები დაგაიძულეს ეჭვი ჰქონოდა და ნამდვილად გესმით თუ არა სუფთა და ჭეშმარიტი სიყვარული. ანგელოზები სურთ რომ გაიგო. ყველაფერი, რაც აქამდე გადაგიტანია, საჭირო იყო შენი სულიერი განვითარებისთვის. თითეული სასიყვარულო იმედგაცრუება იყო გაკვეთილი, რომელიც მომზადებდა შენს ნამდვილი სიყვარულის აღქმისა და დაფასებისთვის, როცა ის მოვა. შენ ამ ყველაფერს ვეღარ გაივლის უაზროდ. შესაძლებელია გიღალატოს მოლოდინში. დაღლილი ხარ, როცა მეგობრებს სიყვარულს პოულობენ, შენ კი მარტო დარჩენილი რჩები. არის მომენტები, როცა გონია, რომ ღმერთმა დაგივიწყა. თითქოს ყველა ბედნიერი სიყვარულისთვის დაიბადა, მხოლოდ შენ არა. მაგრამ ანგელოზები სურთ, რომ დაამსხვრიონ ეს ტყუილი, რომელიც მტერმა შენს გულში დადო. შენ არ დაგივიწყები, შენ სიყვარულს არ არის რთული აღიქვა. შენ განწირული არ ხარ მარტოობაზე. უბრალოდ ღმერთი ამზადებდა შენთვის რაღაც განსაკუთრებულს, რაც საჭიროებდა სწორ დროს, სწორი გარემოებისა და შენი გულის სიზუსტის მომწიფებას, რათა ეს კურთხევა მიიღო. შენი სულიერი ტყუპიც განიცადა განკურნებისა და ზრდის პროცესი. მასაც ჰქონდა არასწორად დასრულებული ურთიერთობები. ისიც ეკითხებოდა პოულობს თუ არა ჭეშმარიტ სიყვარულს. ამ მომენტში,
თქვენ ორნი ანგელოზების მიერ სინქრონიზებული ხართ, რათა შეხვედრისას მზად იყოთ რაღაც მყარისა და მარადიული შემქმნისთვის. ვხედავ, რომ გეშინია კვლავ გითხრათ. გეშინია ენდო. გეშინია მოწყვლადი იყო. ეს შიში ბუნებრივია იმის შემდეგ, რაც გადაიტანე, მაგრამ ანგელოზების სურთ რომ იწოდე. შენი სულიერი ტყუპი არ გაწყენინებს. ეს ადამიანი სპეციალურადაა არჩეული, რათა განკურნოს შენი გული, არა განგტეხოს. შენ უნდა დაიწყო მომზადება ამ შეხვედრისთვის. ეს ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვას, სხეულზე, გონებაზე და სულზე. ნიშნავს ვიბრაციის ამაღლებას ლოცვის, მადლიერების და თვითსიყვარულის საშუალებით. როცა შენ ნამდვილი სიყვარულით გიყვარს თავი, იზიდავ ადამიანს, რომელიც შენსაც ნამდვილი სიყვარულით გიყვარს. ანგელოზების თხოვენ გათავისუფლდე კონტროლიდან. როგორ და როდის მოხდება ეს შეხვედრა? შეწყვიტე სიტუაციების გაძალება, შეწყვიტე აღელვებული ძიება. ენდო ღვთიურდროულობას. შენი სულიერი ტყუპი მოდის და როცა მოვა გაიგებ, რატომ ვერ მუშაობდნენ ყველა სხვა ურთიერთობები. ამ მომენტში, როცა ეს სიტყვები ისმენ, ანგელოზები სულიერ სამყაროში მთებს გადაადგილებენ, რათა დაჩქარდეს შენი სულიერი ტყუპის შეხვედრა. მე ვგრძნობ ღვთიური ენერგიის გაძლიერებას შენს გარშემო. სული წმინდა ადასტურებს შენს გულში, რომ ეს შეტყობინება ჭეშმარიტია. ანგელოზები მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი მიიღეს პირდაპირი ბრძანება ღვთის ტრონიდან, რომ იმოქმედონ შენი სასარგებლოდ. ისინი აშორებენ დაბკოლებებს, ანგელოზურ ბორკილებს ხდიან და ხსნიან გზებს, რომლებიც დაუჯერებლად მოგეჩვენებოდათ. შენი სულიერი ტყუპი ასევე იგივენაირად ხდება ამ ანგელოზებს და თქვენ მაგნეტურად მიიზიდებით ერთმანეთს. მე წინასწარ მეტყველებ შენს ცხოვრებას. სანამ ეს წელი დასრულდება, შენ გაქვს ნათელი ნიშნები ამ განსაკუთრებული ადამიანის არსებობის შესახებ შენს გზაზე. ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი შეხვედრა, მეგობრებით გაცნობა ან ონლაინ კავშირი, რომელიც აღმოჩნდება ბევრად ღრმა, ვიდრე წარმოგიდგენია. ღმერთი არ ღვევს შენს ოჯახში მარტოობის გენერაციულ მოდელებს. შენ იქნები პირველი შენი თაობიდან, ვინც ნამდვილი ღვთიური სიყვარულით ისიამოვნებს ურთიერთობა, რომელიც მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის. შენი სასიყვარულო ისტორია იქნება მოწმე ღვთისძალის შესახებ იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც მას ენდობა. ცაზე იმობს, რადგან საბოლოოდ მოვიდა დრო, რომ მიიღო ის, რაც ყოველთვის იყო შენი ღვთიური უფლებით. სიყვარული არ არის გარკვეულ არჩეულთა პრივილეგია. ეს არის ღვთის ვედრება ყველასთვის, მათ შორის შენთვის. შენი სულიერი ტყუპი ამ მომენტში გევედრება შენთვის. მაშინაც კი თუ არ იცის ვინ ხარ, ის თობს ღმერთს, პოულობდეს განსაკუთრებულ ადამიანს, ვისაც მას დაასრულებს. და ღმერთი პასუხობს მის ლოცვაზე, მიყავს შენისკენ, როგორც მიგიყვანა ამ შეტყობინებამდე. მე ვაცხადებ შენს ცხოვრებაზე. დასრულდა ზედაპირული ურთიერთობების დრო. დასრულდა დრო, როცა ადამიანები არ გაფასებდნენ. დასრულდა დრო, როცა სიყვარულის ნამცეცებით კმაყოფილდებოდი. ღმერთი გიმზადებს სავსე სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც აღემატება, სიყვარულს, რომელიც კურნავს და აღადგენს. შენი სულიერი ტყუპი შენში დაინახავს პასუხს მისი ლოცვებისთვის. ის დაინახავს შენს თვალებში ერთსა და იმავე სულიერ მადის, ერთსა და იმავე წყურვილს ღმერთისადმი, ერთსა და იმავე გულწრფელობას. თქვენ დაუკავშირდებით პირველად სულიერად, შემდეგ ემოციურად და ბოლოს ფიზიკურად, ღვთის მიერ განსაზღვრულ სრულყოფილ რიგში. მიიღე ეს წინასწარმეტყველური სიტყვა. შენ დიდხანს აღარ იძინებ მარტო. შენ აღარ გაატარებ განსაკუთრებულ დღეს ვინმეს გარეშე, ვისთანაც შეგიძლია გაზიარება. შენ აღარ იგრძნობ საკუთარ არაპურნობას. შენი მეორე ნახევარი მოდის და როცა მოვა, გაიგებ, რომ ღირდა მოლოდინი. ახლა გდირდება დაიკავო რწმენის პოზიცია. ეს შეტყობინება არ უნდა დარჩეს მხოლოდ შენი ყურებისთვის. ის უნდა ჩავიდეს შენს გულში და გარდაიქმნას რწმენის დეკლარაციად. ანგელოზები ელიან შენს პასუხს, რათა სრულად გაათავისუფლონ ეს კურთხევა შენს ცხოვრებაში. პირველ რიგში მინდა რომ დაწერო კომენტარებში, მე ვრწმუნდები რომ ჩემი სულიერი ტყუპი მოდის. ეს არა მხოლოდ კომენტარია, ეს არის სულიერი დადგენილება, რომელიც ააქტიურებს ზეციურ ძალებს შენს სასარგებლოდ. როცა საჯაროდ აცხადებს შენს რწმენას, უნივერსს ეტყვი რომ მზად ხარ მისაღებად. მეორეც,
გრძნობ ჩემ სულში, რომ უნდა გაგიზიარო ეს ვიდეო. არ არის შემთხვევითობა, რომ აქ მოხდი. ღმერთი სულს გამოიყენოს შენ, რათა მიაწოდო ეს იმედის შეტყობინება სხვებისთვის, ვინც ასევე ელოდება თავის დიდ სიყვარულს. როცა იყოფ რეკლამას რწმენის შეტყობინებაზე, შენ მრავლად აძლიერებ კურთხევებს შენს საკუთარ ცხოვრებაში. არის ვინმე შენს კონტაქტებში, ვინც უნდა მოისმინოს ეს შეტყობინება. ვინმე, ვინც ნანობს სიყვარულში, ვინმე, ვინც დაკარგა იმედი, რომ პოულობს თავის სულიერ ტყუპს. ანგელოზების თხოვენ შენ, იყო ღმერთის იარაღი ამ ადამიანის ცხოვრებაში. გაუზიარე ეს ვიდეო და იყავი ნაწილი სასწაულისა, რომელსაც ღმერთი სურს მოახდინოს მის ცხოვრებაში. მესამე, თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი არხზე, ახლა დროა. ჩართე შეტყობინებების ზარის ნიშანი, რადგან ანგელოზებს აქვთ შენთვის მეტი შეტყობინებები. ღმერთმა ჯერ არ დაასრულა საუბარი შენს სასიყვარულო ცხოვრებაზე. არსებობს კონკრეტული გამოცხადებები, როგორ აღიქვა შენი სულიერი ტყუპი, რა ნიშნები მიეცემა, როგორ მოემზადო ამ წმინდა შეხვედრისთვის. მინდა ახლა ჩემთან ერთად გააკეთო ლოცვა. დახუჭე თვალები, დადე ხელი გულზე და გაიმეორე ჩემთან ერთად. სამართლო მამა, მე ვიღებ ამ წინასწარმეტყველურ სიტყვას ჩემს ცხოვრებაზე. მე ვრწმუნდები, რომ ჩემი სულიერი ტყუპი მზადდება ანგელოზების მიერ, რათა მხვდეს. მე უშვებ კონტროლს, როგორ და როდის მოხდება ეს და ვენდობი შენ სრულყოფილ დროულობას. მოამზადე ჩემი გული, რომ მივიღო ეს ღვთიური სიყვარული. იესოს სახელით, ამინ. ძვირფასო სული, მივედით ამ შეტყობინების ბოლოს, მაგრამ ეს მხოლოდ შენს ახალ სასიყვარულო ისტორიის დასაწყისია. მინდა რომ ამ ვიდეოს დატოვო გულით სავსე იმედით და აბსოლუტური რწმენით, რომ შენს მარტოხელობას დღეები შემოეფარგლება. ღმერთმა შენ შეგიყვარა იმგვარად, რომელიც აღემატება შენს გაგებას. მან არ შეკმნა შენსათვის, რომ მარტო ცხოვრობდე. აიტანო ცხოვრების ტვირთები განსაკუთრებული ადამიანის გარეშე. ჯერ კიდევ მსოფლიოს შექმნამდე, მან უკვე შეარჩია ვინმე განსაკუთრებული, ვინც ამ მიწიერ გზაზე შენთან ერთად იაროს. კურთხევ შენს ცხოვრებას იესოს სახელით. უფლის ანგელოზებმა გარშემო დაგამართონ კარავები და მოამზადონ ყველა გზა შენი სულიერი ტყუპის შეხვედრისთვის. მთელი შფოთვა იქცეს მშვიდობაში, მთელი ეჭვი რწმენად, მთელი მარტოობა სიხარულით მოლოდინად. ღმერთმა სრულიად განკურნოს შენი გული წარსულის ყველა ჭრილობიდან, დააბრუნოს შენში ნდობის, სიყვარულის და საკუთარი თავის მიძღვნის უნარი. როცა შენი სულიერი ტყუპი მოვა, შენ იყო სრულიად თავისუფალი, რომ იცხოვრო სიყვარული ისე, როგორც ღმერთმა ყოველთვის წარმოსახა შენთვის. ვაცხადებ, რომ შენ დაინახავ შენ სულიერ ტყუპს იმ მომენტში, როცა შეხვდები მას. ეჭვი არ იქნება, შეცდომა არ იქნება. ეს იქნება როგორც სინათლე, რომელიც აანთებს შენს გულს და შინაგანი ხმა გეტყვის. ეს არის ის ადამიანი და ის იგრძნობთ ზუსტად იგილე შენ მიმართ. თქვენი სასიყვარულო ისტორია იქნება ღმერთის ძალის მოწმე ყველასთვის შენს გარშემო. სხვები შეხედავენ თქვენ და დაინახავენ, რომ ამ სამხაროში ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს. თქვენი ურთიერთობა იქნება ქრისტეს სიყვარულის გამოსახულება ეკლესიის მიმართ, სუფთა, მსხვერპლიანი და მარადიული. შემდეგი დღეებში იყავით ყურადღებით ნიშნების მიმართ, რომლებსაც ღმერთი მოგიგზავნით. ეს შეიძლება იყოს სიზმრების, განმეორებითი რიცხვების, შესაფერის მომენტში ჩამოსული მუსიკის, ან სიტყვების საშუალებით, რომლებსაც სხვები მოგიტანენ. ღმერთს აქვს მრავალი გზა, თავისი პირობის დასადასტურებლად. მუდმივად დაიმახსოვრე. შენ ამ გზაზე მარტო არ ხარ. ანგელოზები დაუღალავად მუშაობენ შენ სასარგებლოდ. ღმერთი გადაადგილებს ცას და მიწას, რათა ის სასწაული მოხდეს შენს ცხოვრებაში. მე აქ ვიქნები ამ არხის მეშვეობით, მომაქვს მეტი იმედის შეტყობინებები და გამოცხადებები შენ სასიყვარულო ცხოვრებაზე. ღმერთის მშვიდობამ, რომელიც აღემატება ყოველ გაგებას, დაიცვას შენი გული და გონება ქრისტე იესოში. დაიძინე ამ ღამით, იცოდე რომ გიყვართ, შენზე ზრუნავენ და გემზადებიან რომ მიიღო ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ღმერთს აქვს შენთვის. მომავალ შეტყობინებამდე იღავი მშვიდობაში და დარწმუნებული რომ ღვთის საუკეთესო შენსკენ მოდის. შენი სულიერი ტყუპი გზაზეა. მე შენ მიყვარხარ, ღმერთი შენ გიყვარს და მალე შენი სულიერი ტყუპიც გიყვარს. ღმერთმა გაგაძლიეროს